ხმა არ გქონდა ხო რა ასე მაგრამ გამოსახულებას ხედავთ კახალების მარში დაიზრა ერეკლე მეორეს მოედნიდან პერიოდულად ეს მარშები მიდიან ხოლმე პრეზიდენტის რეზიდენციასთან და ის გამოდის და ხდება ამ ადამიანებს. ზოგჯერ ის განცხადებას არაკეთებს ხოლმე დღეს არის მთავარი განცხადების მოლოდინი, მთავარი პოლიტიკური განცხადების რუსთაველზე 9 საათზე. წუთებში გამოვიდა რეზიდენციიდან, მშველობა მივიდა მასთან, კახელების და ქიზიყელების მარშმა გადაწყვიტა სანამ პარლამენტამდე მივიდოდნენ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტის რეზიდენციასთან მოსულიყვნენ, რადგან სალომე ზურაბიშვილს როგორც ჩანს აქვს სათქმელი აქციის მონაწილეებისათვის და მე შევეცდები გავყვე მას და მოვისმინოთ სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს სამწუხაროდ ძალიან სივიწროვე არის, ბევრი ადამიანი არის. აბა ერთი ხური სიმღერა გელოდებით ახლა აგაფცალი არ მომძალი არა მადლობა თქვენ არ მინდა ეს ისეთი მე როგორც ხედავთ სალომე ზურაბიშვილი გადაადგილდება აქციის მონაწილეებთან ერთად ის ელაპარაკება პერიოდულად აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა პარალელურად ისმოდა აქ შეძახილები აქციის მონაწილეების მხრიდან ისინი მადლობას უხდიდნენ ასევე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს იმისთვის რომ არის ამ ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის წარმომადგენელი რომელიც იბრძვის იმისათვის რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. როგორც ხედავთ სალომე ზურაბიშვილი გადაადგილდება ხალხში, მადლობას უხდის მას რამდენადაც ხედავ სამწუხაროდ მედიის წარმომადგენლებს არ გვეძლევა საშუალება რომ მიუყვეთ თავისუფლად სალომე ზურაბიშვილს და გავიგოთ რასეუბნება კონკრეტულად აქციის მონაწილე ერთი ფაქტი არის რომ ისმის შეძახილები აქციის მონაწილეების მხრიდან სკანდირებენ სალომეს და უხდიან მადლობას იმისათვის რომ უჭერს მხარს იმ ადამიანებს რომლებიც 25 დღეა იბრძვიან უკვე ესმით თქვენ ტაში და შეძახილები პარალელურად საშობაო სოფელში რომელიც ქალაქის მერმა მოაწყო კონცერტი მიმდინარეობს აქ შეკრებილი კახელები ამბობდნენ რომ უნდა გადაეფარა მუსიკის ხმა რომელსაც შეგრებულად აუწიეს მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეები გამოჩნდნენ საკმაოდ ბევრი არის ადამიანების რაოდენობა და მხოლოდ ორმერიანის სასახლის წინ დაეტია ეს ხალხი რომელიც მოვიდა მარშით აქამდე სალომე ზურაბიშვილი არ მოსულა რედი არ მოსულა არ არის სცენაზე ავა როგორც ჩანს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ისინი მართავს აქ შეკრებილ ადამიანებს ხედავთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი უნდა ავიდეს სცენაზე და დიდი ალბათობით სათქმელს საკუთარს ეტყვის სცენიდან აქ შეკრებილ ადამიანებს აკეთა ჩაბო გაგდათა სამივე როგორც ჩანს მცირე ინციდენტი საფრანგეთის თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან რომლებიც ზუსტად არ ვიცი
სალომე ზურაბიშვილს რომ ავიდეს სცენაზე. ნიღბიანი ადამიანი დგას სცენაზეც, მოუწოდებდნენ მას ნიღაბი მოიხსენიონ. როგორ განვითარდება მოვლენები, დიდი ალბათობით სალომე ზურაბიშვილი მაინც ავა სცენაზე და მიმართავს აქ შეკრებილ მოქალაქეებს. ხო, გუშინ ამ სცენის წინ არავინ არ იყო პრაქტიკულად ესეც ნახეთ მიუხედავად იმისა, რომ იქ მუსიკა უკრავდა და მოწყობილი იყო ადამიანებისთვის. სალომე ზურაბიშვილი გამოიყენებს კახი კალაძის მიერ მოწყობილ სცენას, რომ მიმართოს აქციის მონაწილეებს, წარმოუდგენელი ისტერიკული რეაქცია აქ იქ და სალომე ზურაბიშვილი მაინც ავიდა სცენაზე. ვაი, ხედავ სალომე ზურაბიშვილი დაცვა მკლავდება სავარაუდოდ მერის გაგზავნილ ან დატოვებულ ხალხს. ჩახსარ კადრები. საოცარია, ნამდვილად რასაც ხედავ. ანდირებენ აქ შეკრებილი ადამიანები. სცენას დაცვა დაუყადეშო, ხე? მუშაობები არიან. ამათ რა სუშლიან ხელს რატომ უშლის? შვედია, ორბელები, შვედია. მეგაფონიც მიაწოდეს პრეზიდენტს. ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სცენა, რატო არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი ავიდეს, რატო უშლიან ხელს? მე გეტყვით პაპირობებში. ერთადერთი მე მინდა მადლობა გითხრათ. მადლობა გითხრათ ყველას აქ მოსვლისთვის. გითხრათ რომ ეს ადგილი ჩვენია. ეს სცენა ჩვენია. ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანი, სასახლე, ეს ადგილი ყველაფერი ჩვენია, თქვენია. დააწი შეგხვდებით, კახელებს დიდი მადლობა და სხვებსაც. მე მხოლოდ კახელი არა ვარ, მეგრელიც ვარ, გურურიც ვარ. დიდი მადლობა და შევხვდეთ 9 საათზე. მოკლედ, როგორც მოისმინეთ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა აქ შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც ელოდებოდნენ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მუნიციპალიტეტის მიერ დადგმულ სცენაზე მას თავდაპირველად არ აძლევდნენ საშუალებას, რომ ასულიყო და ესენი როგორც მივხვდით იყვნენ თბილისის მერიის სპეცდაცვის სამსახურის წარმომადგენლები, თუმცა საბოლოოდ მოახერხა სალომე ზურაბიშვილმა სცენაზე ასვლა და მადლობა გადაუხადა კახელებს, რომლებიც მოვიდნენ სალომე ზურაბიშვილთან მსვლელობით, მადლობა გადაუხადა სხვა კუთხეების წარმომადგენლებსაც, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მარშებს მართავენ, მსვლელობებს. სალომე ზურაბიშვილმა თქვა ისიც, რომ 9 საათზე პარლამენტთან შეხვდება ამ ადამიანებს და თავის სათქმელ სიტყვის ნუცა როგორ ჩანს ეს სივრცე ცარიელი ერჩივნა ქალაქის მერიას, იმიტომ რომ გუშინ ყველამ ვნახეთ კადრები, რომ საერთოდ არავინ არ იმყოფებოდა საახალწლო სოფელში და ახლა ვხედავთ როგორი ჟრიამულია. წესი და რიგით მუნიციპალური ხელისუფლება ამ განწყობისთვის და ჟრიამულისთვის უნდა აწყობდეს საახალწლო სოფლებს და ეს არ არის კალაძის პირადი სცენა და საქართველოს პრეზიდენტს დაბრკოლების გარეშე მარტივად უნდა შეეძლოს იქ ასვლა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ სინამდვილეში. ხო, მაგრამ ამიტომაც თქვა სალომე ზურაბიშვილმაც, რომ ეს ადგილი ჩვენია, ეს იყო სწორედ მისი გზავნილიც. ნამდვილად სწორედ ასე იყო, მან აღნიშნა, რომ ეს ადგილი ეკუთვნის მოქალაქეებს, რომლებიც მსვლელობით მოვიდნენ. ამ შემთხვევაში ნამდვილად სწორად მოიქცა, რომ გაარიდეს იქიდან, ვითომ ერთი შეხედვით მერიის თანამშრომელი არასწორია. თავზე ნიღბით წამოწმული. ნუცა საინტერესო ადგილზე გავესაუბროთ ადამიანებს, ამაღლებული განწყობა აშკარად და ძალიან ხიარულიც. მე გადავალ დიახ, თუ გვაქვს საშუალება, მე გადავალ აქ შეკრებილ ადამიანებთან, კახელები
საკმაოდ მრავალრიცხოვანი მსვლელობით მოვიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ცოტა გვიჭირს გადაადგილება სიმართლე რო გითხრათ, თუმცა მაინც გავესაუბრები აქ ყოფ ადამიანებს. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვარ. თუ შეიძლება რომ გითხრათ თქვენი აქ ყოფნის მიზეზი და мотиваცია, საკმაოდ მრავალრიცხოვანი მსვლელობა გამოვიდა, კახელების მსვლელობა, მოვისმინეთ პრეზიდენტის სიტყვაც და რა არის თქვენი აქ ყოფნის მიზანი და მთავარი მოთხოვნები? აქ ყოფნის მიზანი, რა თქმა უნდა, არის საქართველოს ევროპული და ნათელი მომავალი და მოთხოვნები არის კაფიო, ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს გვინდა ჩვენ ყველას და ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია რომ გავაგრძელოთ საუბარი ყველა დანარჩენ საკითხზე. მიყვარხართ კახელებო. ძალიან დიდი მადლობა უსმენით აქციის მონაწილეს. შევეცდები გავესაუბრო ასევე სხვა ადამიანებსაც მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ. გვითხარით თქვენი მთავარი სათქმელი. ჩვენ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის მიმართვა და მადლობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც 25 დღეა დაუღალავად იბრძვიან. თქვენი მოთხოვნა რა არის და იქნება თუ არა ეს მოთხოვნები მიმტაცებელი ხელისუფლების მიერ შესრულებული? ჩვენი მოთხოვნები ძალიან ნათელი არის, ძალიან ცხადი არის. ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მოთხოვნა. ერთი არის ის, რომ უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები ამ ქვეყანაში. ეს ქვეყანა არის ევროპის ნაწილი და იმსახურებს ეს ხალხი თავისუფლებას და ევროპულ ცხოვრებას და მეორე, ყველა ის მძევალი, რომელიც ახლა ხელისუფლებას წოდებულებს ყავთ აყვანილი, ისინი უნდა გათავისუფლდნენ და ამ მოთხოვნებს არავინ არ გადაუხევს. შეუძლებელია აი ეს მუხტი ვინმე შეაჩეროს. ჩვენ სწორ გზაზე ვართ, ჩვენ მართლები ვართ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ ვართ ქაქუცა საქმის გამგრძელებლები. კითხავთ ასევე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე, რომ 9 საათზე უნდა მიმართოს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ადამიანებს. როგორ ფიქრობთ, რა იქნება ეს მიმართვა? მე გეტყვით იმასაც, რომ დღეს ირაკლი კობახიძემ საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილის ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. მე მგონი არც ერთ ქართველს არ ეშინია ეხლა რა განცხადებებიც არ უნდა გააკეთონ, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ჩაიდინეს მათ, არავის არ ეშინია არავითარი განცხადებების უკანონო ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული. არც ერთი განცხადება არ არის ვალიდური, არ არის ლეგიტიმური და შეუძლებელია რომ ვინმე შეაშინოთ. ნახეთ ხალხის განწყობა, არავის არაფრის არ ეშინა. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ ასეთი არის ახლა ვითარება ორბელიანების სასახლესთან. ეს ადამიანები, კახელები, რომლებსაც ახლა კადრში ხედავთ, მსვლელობით მოვიდნენ სალომე ზურაბიშვილთან, როგორც უკვე გითხარით, და ისინი გადაინაცვლებენ ახლა საკანონმდებლო ორგანოსთან ქვეყნის მთავარ გამზირზე, სადაც 25 დღეა თანამოქალაქეები იკრიბებიან და აპროტესტებენ ქართული ოცნების რუსულ რეჟიმს მიტაცებულ არჩევნებს და იმ ტყვეებს, რომელიც უკანონოდ დააპატიმრა მიმდინარე აქციების დროს ქართულმა ოცნებამ.